ბევრი ფსიქოტიპის მოთამაშე არსებობს, თუმცა ახლა შევეხოთ იმ მოთამაშეებს, რომლებიც ვარჯიშზე თუ თამაშზე სულ დინჯად არიან. ოღონდ ეს დინჯე გადაზდით სიმორცხვეში, გადაზდით უემოციობაში და რა შეიძლება ამ დროს გავაკეთოთ. პირველი, რატომ არის საჭირო რომ ასეთმა მოთამაშეებმა, ასეთმა ბავშვებმა ისაუბრონ? ყოველთვის სხვენიათ, უხერხულად გრძნობენ თავს და გონიათ რომ რაც არ უნდა თქვან, ან გუნდებისგან მიიღებენ არაშესაბამის გამოხმაურებას, ან ვინმე დაცინებს და ასე შემდეგ როგორც ხდება ხოლმე და შესაბამისად ისინი ვერ ბედავენ ამ ნაბიჯის გადადგმას. მეორე, არ იციან რა თქვა. გონიათ რომ რაღაც კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით არაკომპეტენტურები არიან და ისევ პირველს უკავშირდებით რომ შიში მოდის იქიდან და მე არ ვიცი რა ვთქვა და როცა ვიცოდი მაშინ არ ვთქვი, ახლა არ ვიცი და რაღაცა ვიტყვი. და მესამე, ასეთ მოთამაშეებს გონიათ რომ საუბარი არის დროის ფუჭი ხარჯვა. ანუ ვერ აცნობიერებენ საუბრის ღირებულებას. და გულისხმობ რას? როდესაც ვთამაშობ, მე ვარ უბურთო თუ ბურთიანად, ჩემი გუნდელია უბურთო თუ ბურთიანად, ყოველთვის ვკარნახობ, ყოველთვის პოზიტიურ ენერგიას ვუშვებ ჩემი თანაგუნდელების მიმართ. შესაბამისად, ეს ისევ და ისევ გვიმატებს ჩვენ თავდაჯერებულობას, გვაძლევს იმ სიტყვის თავისუფლებას ფეხბურთში, რომელიც ასეთი სახის მოთამაშეებს სჭირდებათ. ამიტომ მე ყველა მშობელს, ყველა მწვრთნელს, ჩემი თამადობი რა თქმა უნდა, მოუწოდებ რომ მოთამაშეები, რომლებიც მორცხვად გრძნობენ თავს, მათ მაქსიმალურად შევუქმნათ ისეთი გარემო, სადაც მათი სიტყვა იქნება იმაზე მეტად ღირებული, ვიდრე ამ ბავშვებს წარმოუდგენიათ.